დღეს მსურს ბიბლიური მშვიდობის თემაზე ვისაუბრო. როგორ შეიძლება გქონდეს მშვიდობა? ლუკას მე-12 თავის 49 მუხლში ვკითხულობთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს. ამ ქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი. ამ ქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი. მათეს მე-10 თავის 34 მუხლში ის სხვა რამეს ამბობს. ძალიან უცნაურ რამეს. ნუ გგონიათ თითქოს მიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი. მშვიდობის კი არა, מחვილის მოსატანად მოვედი. წინააღმდეგობრივად ჟღერს. ისე თითქოს იესომ არ იცოდა რას ლაპარაკობდა. ქრისტეს ძველ აღთქმაში მშვიდობის მთავარი ეწოდება და ის სწორედ ძველ აღთქმისეულ წინასწარმეტყველებათა აღსასრულებლად მოვიდა. ანგელოზებმა განაცხადეს, რომ იესო იყო ის, ვინც მშვიდობას მოიტანდა ქვეყნად და ახლა როცა ის 30 წლის ხდება და ღვთისმსახურებას იწყებს, ამბობს, რომ დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვიდა. ამბობს, რომ არა მშვიდობის, არამედ מחვილის მოსატანად მოვიდა. როგორ უნდა შევუსაბამოთ ეს ორი რამ ერთმანეთს? რას გულისხმობდა იესო? არიან ადამიანები, რომლებიც იესოს გენიალურ, უწყინარ მშვიდობის მყოფელად მიიჩნევენ. თუმცა ის ამბობს, არა, ცდებით. მე ცეცხლის გამჩენი ვარ. მე מחვილი მიჭირავს. ღმერთს უყვარს მსოფლიო. მას იმდენად უყვარხართ, რომ თავისი ძე გაწირა, რომელიც ჯვარზე მოკვდა, რათა მშვიდობა მოეტანა. ბიბლია სამგვარი მშვიდობის შესახებ გვასწავლის. მხოლოდ სამის. პირველი, მშვიდობა ღმერთთან, რაც გულისხმობს გამართლებას რწმენით. მშვიდობა გვაქვს ღმერთთან უფალი იესო ქრისტეს მიერ, ამბობს მოციქული პავლე რომაელთა მე-5 თავის 1 მუხლში. ახლა რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, არის მშვიდობა ღმერთთან. შეიძლება თქვათ, ბილი, მე ღმერთს არ ვეომები. არა, ეომები. შეიძლება ვერაცნობიერებ ამას. ღმერთი ამას ომს უწოდებს, რადგან ამბოხებული ხარ ღვთის წინააღმდეგ. არიცი მისი ნება. არ დამორჩილებულ ხარ მას. ის არ არის შენი ცხოვრების უფალი და მხსნელი. ო, ეკლესიაში დადიხარ. საკმაოდ კეთილშობილი ადამიანი ყოფილხარ. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ საკუთარ გულებსაც კი არ ვიცნობთ. ჩვენი გულები ცრუა და უკიდურესად ბოროტი. არიცი, რომ ამბოხებული ხარ ღვთის წინააღმდეგ. ვერ ხვდები ამას. შეიძლება მუშტს არ უღერებ ღმერთს, მაგრამ არ ცხოვრობ მისი სიტყვის თანახმად. დროს არ უთმობ ლოცვას. დროს არ გამოყოფ ბიბლიის საკითხავად. დრო არ გაქვს იმისა, რომ ადამიანებს სახარება უქადაგო. არ გასცემ ყველაფერს, რის გაცემაც შეგიძლია. ღმერთი გიყურებს და გამოაქვს განაჩენი. ის გისვამს დიაგნოზს, რომლის თანახმადაც შენი გული ცოდვილია. ეს ღვთის დასმული დიაგნოზია. ასე გიყურებს და ამბობს, ცოდვილი ხარ, შენ ჩემი მცნებები დაარღვიე, ამბოხებული ხარ ჩემ წინააღმდეგ და შერიგება გჭირდება. ყველაზე მეტად ღმერთთან შერიგება გვჭირდება. როგორ უნდა შეურიგდე ღმერთს? სწორედ ამისთვისაა ქრისტეს ჯვარი. ჯვარზე უფალმა იესომ ერთი ხელი ღვთისკენ გაიწოდა, მეორე ჩვენკენ და ასე შეგვარიგა ჯვარზე ღმერთთან. ღმერთი მხოლოდ ჯვარზე შეგიძლიათ იპოვოთ. ალექსანდერ სოლჟენიცინი ცოტა ხნის წინ აქ იყო, გახსოვთ? მთელი ქვეყნის გარშემო მოგზაურობდა და პატარა ამბავს ხვდებოდა, რომელიც ყველამ უნდა მოისმინოს. ის ამბობდა, რომ ციხეში ყოფნისას ერთხელ თავის მოკლაზე იფიქრა. ეს მაშინ იყო, როცა ლაპარაკი აუკრძალეს საკანში მასთან ერთად მყოფ ადამიანებთან. კვირების განმავლობაში ხმას არცემდნენ ერთმანეთს. სოლჟენიცინი ამბობდა, რომ თანამესაკნე ხედავდა, როგორ სუსტდებოდა იგი თანდათან და უფრო იძირებოდა სასოწარკვეთილებაში. შემდეგ თანამესაკნემ ჯოხია იყო. და ძირს ტვერში ჯვარი გამოსახა. სოლჟენიცინმა თქვა, იმ დროს გამინათდა გონება და მთელი ჩემი არსებობის მიზანი ცხადი გახდა ჩემთვის.
გაღაცნობიერე, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ჩემთვის დაღვარა სისხლი. მან თქვა, ამან გაბედულება მომცა იმისთვის, რომ პატიმრობაში გამეძლო. მიხვედით ჯვართან. არა რელიგიური რიტუალების მეშვეობით, არა გარეგნულად, არა სიამაყითა და თვალთმაქცობით, არამედ თავმდაბლობით. გითქვამთ ჯვრის წინ, ო უფალო, შევწოდე შენ წინააღმდეგ და პატიებას ვითხოვ. სურს ჩემს ცხოვრებაში შემოხვიდე და შეცვალო იგი, შეცვალო ჩემი ცხოვრების წესი. ჩვენ გვაქვს რელიგია, მაგრამ სინამდვილეში არ ვიცნობთ იესო ქრისტეს. ხელახლა უნდა იშვათ. სწორედ ეს უთხრა იესომ ნიკოდემოსს, რომელიც რელიგიური ადამიანი იყო. მშვიდობა ღმერთთან, ამისთვის მოკდა ქრისტე, ამისთვის აღდგა იგი მკვდრეთით. ეს იყო ჯვრის მიზანი. ქრისტემ თავისი წილი საქმე აღასრულა ჯვარზე სიკვდილით. ახლა თქვენი ჯერია, რომ მიიღოთ იგი. ღმერთს სურს, რომ შეწყალება შემოგთავაზოთ. ის შეგიწყალებთ და მოგიტევებთ. უფრო მეტიც, ის შეგცვლით აქვე და ახლავე. თქვენ საუკუნო სიცოცხლეს დაიწყებთ. ოღონდ არა სიკვდილის შემდეგ, არამედ დღესვე. ახლავე დაიწყებთ საუკუნო სიცოცხლეს. შეგიძლიათ ზეცა აქვე, ამ ქვეყნად გქონდეთ. შეგიძლიათ გქონდეთ სიხარული, უსაფრთხოება და მშვიდობა მსოფლიოში, რომელიც ირღვევა. სინამდვილეში სწორედ ამას ნიშნავს სიმშვიდე. სიმშვიდე ესაა უშფოთველობა გარემოებათა მიუხედავად. ბომბებიც რომ ცვიოდეს, ომიც რომ ატყდეს, ქვეყნიერებაც რომ თავზე ჩამოგვექცეს, ქმარმაც რომ მიგატოვოთ, ანდა ცოლმა, ოჯახის წევრიც რომ გარდაიცვალოს, ეს ყოველივე ბევრ ცემლს გამოიწვევს. დიახ, თუმცა ამ ყოველივეს დროს მაინც სიმშვიდეა, რადგან მშვიდობა გაქვთ ღმერთთან. ამას მეორე პუნქტთან მივყავართ. არსებობს ღვთის მშვიდობა. ვისაუბრეთ ღმერთთან მშვიდობაზე და ახლა შევეხოთ ღვთის მშვიდობას. უფალმა იესომ თქვა, მშვიდობას გიტოვებთ თქვენ. ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისეთს კი არა წუთისოფელი რომ იძლევა. ქვეყნიერებას შეუძლია მოგცეთ სიმშვიდე. შეიძლება გახვიდეთ, დალიოთ და ცოტაოდენი სიმშვიდე იგრძნოთ. შეიძლება ნარკოტიკი მიიღოთ და ცოტა ხნით უშფოთველობა შეიგრძნოთ. შეიძლება ვინმესთან სექსუალური ურთიერთობაც გქონდეთ და ცოტაოდენი სიმშვიდე და ხალისი მოგიტანოთ ამან. ცოტაოდე და ცოტა ხანს გაგართოთ. მაგრამ ბიბლიის თანახმად ცოდვის მიერ მოგრილი სიამოვნება ხანმოკლეა, რის შემდეგაც სიმართლის საშინელი წუთები დგება, როცა სინამდვილეს უნდა გაუსწოროთ თვალი, როცა ღმერთს უნდა გაუსწოროთ თვალი, სამსჯავროს, მარადისობას უნდა გაუსწოროთ თვალი. ამ დროს კი არ გაქვთ ღვთის მშვიდობა. უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც ქრისტემ დაგვიტოვა, თავისი მშვიდობაა. მან თქვა, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. დაფიქრდით იმ სიმშვიდისა და სიდინჯის შესახებ, რომელიც უფალ იესოს ახასიათებდა. ის არ ჩქარობდა და არ ფაციფუცობდა, როგორც ჩვენ. ის ყველას უთმობდა დროს. არადა მხოლოდ 3 წელი ჰქონდა ამ ქვეყნად. მას ხელის ერთი აქნევით შეეძლო მსოფლიოში მცხოვრები ყველა მშიერი ადამიანის გამოგვება. შეეძლო ყველა ომის შეჩერება, მაგრამ ის ასე არ მოქცეულა. ეს არ გახდათ ღვთის გეგმა. ღვთის გეგმა იყო ჯვარზე სიკვდილი და ჩვენი ცოდვების აღება. იცით, თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, ღმერთს არ შეეძლო ასე უბრალოდ თქვენთვის ცოდვების პატიება. მას არ შეეძლო მოსულიყო, ხარზე ხელი მოეთათუნებინა თქვენთვის და ეთქვა, ჯიმ, ბილ, სუზი, მერი, მოგიტევებ. ვიცი რომ ჩემი მცნებები დაარღვიეთ და შესწოდეთ. ცოდვა ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება. ის არ არის სერიოზული ჩვენთვის, თუმცა ღვთის თვალში ცოდვა ძალიან სერიოზულია და ის მარადიულ სიკვდილს ნიშნავს, სამსჯავროს ნიშნავს, ღმერთი სამართლიანია, სრულიად სამართლიანი. ვიღაცას საკუთარ თავზე უნდა აეღო სასჯელი. ვიღაცას ციხეში უნდა გაეტარებინა დრო, ვიღაც უნდა დატანჯულიყო. უფალმა იესო ქრისტემ განაცხადა, რომ თავად მოიმოქმედებდა ამას. მან იკისრა თქვენთვის განკუთვნილი განკითხვა, ტანჯვა და ჯვარზე გაკრული მამის მიმართ ლოცულობდა მათთვის, ვინც მის ხელებსა და ფეხებში ლურსმნებს არ ჭობდნენ. მამაო, მიუტევე მათ,
რამე თუ არ იციან, რას იქმან. მოველი რომ ეს კაცები, რომლებიც უფალს ლურსმნებს არჭობდნენ ხელფეხში, ზეცაში იქნებიან და მე მათ ვნახავ ერთხელაც, რადგან მწამს, რომ ღმერთმა უპასუხა თავისი ძის ლოცვას იმ დღეს. არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც უფლისთვის მოუხმია და უთქვამს: უფალო, გახსოვთ ჯვარცმული ავაზაკი. ის სიკვდილს იმსახურებდა, ის იმსახურებდა, რომ მოეკლათ. ის მკვლელი იყო, ის მძარცველი იყო. მან უფალი იესო ქრისტეს მიმართა და უთხრა: გამიხსენე, როდესაც შენს სასუფეველში მიხვალ. იესომ კი მიუგო, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. გამიხსენე. სულ ეს არის. ასე მოკლედ. ადამიანები ამბობენ, რომ შეუძლებელია ასე სწრაფად მიხვიდეთ ქრისტესთან და ასე სწრაფად შეიცვალოს თქვენი ცხოვრება. არადა ეს შესაძლებელია. პავლე და სილას აპყრობილეში იყვნენ, გალობდნენ და უფლის შესახებ ლაპარაკობდნენ. ციხის ზედამხედველი უსმენდა, უეცრად მიწა იძრა და ციხის კედლები ჩამოინგრა. ციხის ზედამხედველმა მახვილი იძრო, რადგან ეგონა, რომ პატიმრები გარბოდნენ. ის თავის მოკვლას აპირებდა, რადგან იცოდა, რომ რომაელი ხელისუფალნი მეორე დღეს ისედაც დასჭიდნენ სიკვდილით პატიმართა გაქცევის გამო. პავლემ უთხრა: ერთი წუთით მოიცადე, ჩვენ არ გავქცეულ ვართ, ჯერ აქ ვართ. თავზარდაცემული ზედამხედველი ძირს დაეცა და თქვა: რა უნდა გავაკეთო, რომ გადავრჩე? იცით რას ეტყოდა მას რიგითი ადამიანი? თქვენ იმ ემოციურ მდგომარეობაში არ ხართ, რომ ხსნა მიიღოთ. როდის დაწყნარდებით? პავლემ მიუგო, იწამე უფალი იესო და გადარჩები შენც და შენი სახლიც. იწამე ახლა, ამ წუთას, აქ. და სწორედ მაშინ აღიარა ფილიპელმა ციხის ზედამხედველმა ქრისტეს საკუთარ მხსნელად. მიიღო ხსნა და ცოდვების პატიება. სანამ ის ღამე გათენდებოდა, ეს კაცი პავლეს და სილას ემსახურებოდა, რადგან დაწერილია, რომ ზურგზე წყლულები მოჰბანა, რადგან სულ რამდენიმე საათით ადრე სცემეს მათ. სწორედ ასევე შეიცვლება თქვენი ცხოვრებაც. ახლავე შეიძლება, რომ ქრისტე შეგეხოთ და აღარასოდეს იყოთ ისეთი ადამიანი, როგორიც ახლა ხართ. მესამე და ბოლო, შეგვიძლია მშვიდობა გქონდეს სხვა ადამიანებთან. იესომ თქვა, რომ მშვიდობა უნდა გქონდეს ერთმანეთთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა ვიშრომოთ მშვიდობისთვის. ათასობით სამშვიდობო ხელშეკრულება დადებულა კაცობრიობის ისტორიაში და მაინც ომებია მსოფლიოში. დადგება დღე და დრო, როცა საერთოდ აღარ იქნება ომები. დიახ, მოვა ეს დღეც. ურიუგდეთ, რას გვეუბნება წმინდა წერილი და განიკითხავს ის ერებს და ამხილებს მრავალ ხალხს. ისინი თავიანთ מחვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს מחვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან. ესაია წინასწარმეტყველის მეორე თავის მეოთხე მუხლი. ეს ასეც მოხდება, ომები აღარ იქნება, მშვიდობა დამყარდება. ბიბლიაში ასევე დაწერილია: დავდები იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის ნადირთან, ცის ფრინველთან და ქვეწარმავლებთან. მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, מחვილს და ომიანობას. და მშვიდობით ცხოვრებას დავანებებ მათ. ხელისუფლება ვინ იქნება? გაერთიანებული ერები? არა. იქნება თეოკრატია. ღმერთი იმეფებს. ღმერთი იქნება სათავეში. ის იქნება მსოფლიოს მმართველი. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ის ხალხს რკინის კვერთხით დამწყემსავს, რაც ნიშნავს სრულყოფილ სამართლიანობას, სრულყოფილ სიყვარულსა და სრულყოფილ წყალობას. ეს იქნება მომავალში. როცა ჩემი სიკვდილის წუთი დადგება, თუ მე უფლის მოსვლამდე გარდავიცვლები, ვიცი, რომ ანგელოზი შემიძღვება ჩემი უფლის დიდებულთან დასწრებაში და მე მასთან ვიქნები სამარადისოდ. ვიცი საიდან მოვედი. ვიცი რატომ ვარ აქ და ვიცი სადაც მივდივართ. და ეჭვიც არ მეპარება ამასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ იგივე მშვიდობა გქონდეთ თქვენს, იგივე დარწმუნებულობა, იგივე სიხარული, თუ კი თქვენს ნდობას და რწმენას იესო ქრისტეზე დაამყარებთ.